თუ რამეს ვაკეთებთ, გვეშინია. თუ არ ვაკეთებთ, მაინც გვეშინია. მაშინ რას ველოდებით? იქნებ მოქმედებას. მანამდე კი იმის გააზრებას, რომ შიში საგანგაშო ხილვაკი არ არის. შიში არის სიგნალი, რომ ტვინი გადადის მზადყოფნაზე. ეს არის ჩვენი შიდა ხმა. არა იმისთვის, რომ გაგვაჩეროს, არამედ იმისთვის, რომ გვითხრას რაღაც მნიშვნელოვანს აპირებ. მოდი, მოვემზადოთ. როცა რაღაც იდეა გვიჩნდება, ახალი საქმე, კარიერული ნაბიჯი, გული გვიჩქარდება, სუნთქვა იცვლება, სხეული იძაბება, სწორედ ამას ვეძახით შიშს. მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ გონება ემზადება მოქმედებისათვის. შიში მტერი არ არის. შიში არის პარტნიორი, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ვდგამთ ნაბიჯს მოქმედებისათვის და მაშინაც კი, როდესაც ვერ ვდგამთ. ასე რომ, როცა რაღაცის გეშინია, კითხე საკუთარ თავს. ნამდვილად გეშინია, თუ ეს უბრალოდ ახალი გამოცდილებაა. და თუ ეს აზრი დაგეხმარა, გაუზიარე ეს ვიდეო მას, ვინც იმსახურებს წინსვლას, რათა გაიგოს, რომ შიში ჩვენი მეგობარია.